გამარჯობათ. ეს არის ტევ კვირიკას პროექტი საუბრების სტუდიაში. მე კი მისი წამყვანი ელენე დავითაშვილი გახლავართ. დღევანდელი ჩემი თანაწამყვანები არიან სალომე მოისწრაფიშვილი და ირინა ბურჭულაძე. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა კი მოზარდი და სულიერი საზრდო. ირინა, შენთან გადმოვალ კითხვით. პირადად შენ როგორ იღებ სულიერ საზრდოს? სულიერი საზრდოს მიღება ერთადერთი გზით შეიძლება იარო ეკლესიაში, დაესწრო მსახურებებს, წირვას, ლოცვას და ასე შემდეგ. მე ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ მივიღო სულიერი საზრდო ღვთისწყალობით და მისი ნებით. ნება რა თქმა უნდა უფლისა ყოველთვის არის ის, რომ ვიაროთ ტაძარში, მაგრამ რატომღაც მოზარდებში ეს ძალიან რთული პრობლემაა. რატომღაც არ აღიქვამენ ისე, რომ იარონ ეკლესიაში, ანუ მთავარ თემად არ თვლიან ის, ვერაცნობიერებენ ამათთვის. დიახ. ვერაცნობიერებენ იმას, რომ პირველი გზა არის ეკლესია და ყველაფერი შემდეგ ეკლესიის შემდეგ. რაც შემეხება მე, პირადად მე მოგახსენებთ, რომ სამების მრევლი ვარ. დავესწრები, რაც უფალს ყველაზე დიდ მადლობას შევსწირა, რომ უწმინდესის წირვას და ლოცვას ვესწრები. ყოველკვირა უსმენ მის ქადაგებას, რამდენად ვისმენ, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ, რომ შევისმინო მისი რჩევები, დარიგებები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის უწმინდესის კურთხევას, რა კურთხევასაც ის იძლევა, ვცდილობ, რომ შევასრულო. ერთადერთი, რაც ამ დრომდე არ გამომდის, მან ერთ-ერთ ქადაგებაში იქადაგა, რომ როდის ჩვენ ადამიანები რომ უფრო და უფრო განვითარდეთ, ქიმია და ფიზიკა, ანუ ეს საგნები ყველაზე მეტად უნდა შევისწავლოთ, რაც სამწუხაროდ არ გამომდის ქიმიის სწავლა და იაზე ნამდვილად მწყდება გული. ძალიან შორს ვართ მე და ქიმია ერთმანეთისგან. რაც შეეხება თვითონ მოზარდებს, პირადად ჩემ მამაოს, ანუ უმეტესობა ყავს მოზარდები. ანუ ვერ ვხედავ სხვა მამაოსთან იმდან მოზარდებს, როგორც არიან ჩემ მამაოსთან. ნამდვილად ესე არის, იმიტომ რომ სხვა ეკლესიებში ძალიან ცოტა რაოდენობის მოზარდი დადის ეკლესიაში. სამებაში, როდესაც მობრძანდებით და ნახავთ, იქ აუცილებლად დაინახავთ ბევრ მოზარდს, მაგრამ ზოგადად რაც გასახარია. დიახ, კაცობრიობაში, ანუ საქართველოში რომ ვთქვათ, ანუ ეს პირადად ჩემი აზრი არ არის, მაგრამ ხალხი 10% დადის, რაც ანუ ამ გადაცემაში წინასწარმეტყველმა გითხრა და ძალიან ანუ გამიკვირდა და სამწუხარო ამბავია თუ მართლა. სამწუხაროა და არ ვიცი, ძალიან ძნელია, ანუ და მათ აუცილებლად უნდა ყავდეთ მოძღვარი გველაპარაკება უფლის სახელით. მე მაგალითად რაღაცა უთქვია სხვა მამაოს, კიდევ რაღაცა უთქვია ჩემ მამაოს, ანუ რაღაც ერთ თემაზე, მაგრამ უფრო რა თქმა უნდა, უფრო ახლობლის უნდა გაითვალისწინო და ჩემ მამაოსაც უთვალისწინებ, რადგან ის ანუ უფლის სახელით გველაპარაკება. ვინც დადის ეკლესიაში, აუცილებლად უნდა ილოცონ მოძღვრისათვის. ზოგი ამბობს, რომ ანუ ბევრს და მეც გამჩენია ასეთი ის, რომ ანუ მოძღვრის მარტო მოძღვარზე, მაგრამ თუ წავიკითხავთ მოძღვრის ლოცვას, სულიერი მოძღვრის, როდესაც მოძღვრის ლოცვას ვკითხულობთ, იქ აუცილებლად ჩვენ უფალს შეწყალებას ვთხოვთ სულთა ჩვენთათვის და ვთხოვთ იმას, რომ არ დასაჯოს არ დასაჯოს უფალმა ჩვენი მოძღვარი ჩვენი ცოდვებისათვის. რადგან ძალიან ხშირად კი არა და პირადად მე და ყველა ადამიანი, მაპატიეთ ყველას რომ მოვიხსენებ, მაგრამ ეს ასია, ზიარებას ვიღებთ უღირსად. მე პირადად ბოლომდე ვერ ვიწმინდებით ჩვენი ცოდვებისგან და ხშირად არის შემთხვევა, როცა ადამიანი იღებს წმინდა ზიარებას, თუმცა არის ის მისი არსი. და გულში ყოველთვის ჩარჩენილი აქვს ხოლმე ადამიანს ის რაღაც ცოდვა, რაც არ მოინანია, მაგრამ თვითონაც იცის, რომ ეს უღირსად ეზიარა. ის მას ეს გრძნობა და ის რომ ის ცოდვილია, მაგრამ არის მომენტი, როცა თვითონ ზოგადად ბავშვსაც მოზარდს რცხვენია მისი ცოდვის აღიარება და გონია, რომ ეს მარტო მისი ჩადენილია და მას შემდეგ. თუ ანუ კითხულობთ ჩვენ ჟურნალი კარიბჭე, ძალიან კარგი ჟურნალია. იქ წავიკითხავთ ერთ-ერთ რამეს, რომ მოძღვარიც და ყველაც გვეუბნება ამას, როდესაც ჩვენ არ გცხვენია ჩვენი ცოდვების იმ მომენტში და არ ვაცნობიერებთ საერთოდ რას ვაკეთებთ. კი, მართალია, როდესაც ლოცვებს ვკითხულობთ, იქ მოვინანიებთ ნებით და უნებლიეთ ცოდვებს, ორივეს შევთხოვთ უფალს. მაგრამ თუ არ გცხვენია ჩვენი ცოდვების, ჩვენ აუცილებლად არ უნდა გცხონოდეს ცოდვის აღიარების, მაგრამ ეს პირადად მეც და სხვებსაც მოსდით. ჩადენის არ ცხენიათ, მაგრამ აღიარების ცხენიათ თვითონ მოძღვართან, რომელიც მოძღვარი უფლის მადლითა განსხივოსნებული და ეს უფალმა დაგვიტოვა ხსნა და მოგცა ის, რომ
ადამიანივე მოგვივლინა ჩვენი ცოდების მოსანანიებლად. მოძღვარი არის შუაკაცი ზეცასა და მიწას შორის. დიახ. შორს რომ არ წავიდეთ, საზოგადოებას მათ მიულოცა გუშინდელ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას უფლისას იესო ქრისტესი და ანუ ამასაც ზოგადად ვილაპარაკებ. მე-4-მე-5 საუკუნეში დაწესდა თვითონ ეს დღესასწაული ამაღლება. ეს იყო, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს გამოუცხადა, რომ ის მათთან აღარ იქნებოდა ხორციელი სახით და ის ამაღლდებოდა ზეცად. რა თქმა უნდა, მწუხარება იყო იმისა, რომ მოწაფეების მხრიდან რომ მათ ტოვებდა უფალი იესო ქრისტე, მაგრამ მან დაპირდა უფალი, რომ ის ყოველთვის მათთან ერთად იქნებოდა მის გვერდით. კიდევ იყო ასეთი წესი და დღემდეც ძალიან ბევრ სუფრაზე, როდესაც ერთს ან ორ თებს გადადებენ ცალკე. კიდევ იციან პურის გადადება. ეს კი ასოცირდება იმასთან, რომ ერთი თებში არის უფლისა იესო ქრისტესი და მეორე ღვთისმშობელისა ქალწულისა მარიამისა. სალომე, შენთვის რა არის მთავარი გზა? ირინასთვის გავიგეთ, რომ ეკლესია, მაგრამ ხო არსებობს წიგნიერება, წიგნი და ძიღებს სულიერ საერთოს. არა მარტო ეკლესია რა თქმა უნდა ყველაზე მთავარია, მაგრამ შეიძლება მეორე გზითაც ეს არის წიგნიერება. სულიერ საზრდოს მოსწავლე, მოზარდი, რაც დღევანდელი ჩვენი თემა არის, იღებს სწავლისგან, რაც სკოლაში უნდა მიიღო, შემდეგ უნივერსიტეტში და ასე უნდა გავაგრძელოთ მთელი ცხოვრება სწავლის მიღება. მაგრამ ესეც ძალიან აკლია დღევანდელ თაობას, წიგნიერება. ეს რომ ვთქვათ, ისინი დღე და ღამე კომპიუტერთან ზიან, ცდილობენ რომ ძალიან არ მომწონს და არსებობს ესეთი თემები, რომ ანაცვლებს თუ არა კომპიუტერი წიგნს, მაგრამ რა ვიცი, პასუხი თქვენ როგორ ფიქრობთ? პირადად ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი ვფიქრობ, რომ წიგნს ვერაფერი ვერ შეცვლის, რადგან ეს არის ბრძენი ადამიანების ნააზრევი, რომელიც შეგიძლია გამოიყენო და მთელი ცხოვრება გამოგადგება, ერთხელ რომ წაიკითხო. ერთი სიტყვა მაინც დაგამახსოვრდება ერთი წიგნიდან და აზრი მაინც გამოიტანა. ეს არის ყველა წიგნი არის ცხოვრებისეული, რაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს გადახდეს, მაგრამ კომპიუტერში ეს არის წამიერი, უბრალოდ შეხვალ გაერთობი. ის არის რაც თვალს უხარია. კომპიუტერი უხარია თვალს, მაგრამ როდესაც კითხულობ წიგნს, ამით იღებს შენ სულიერ საზრდოს, მაგრამ ჩემი აზრით კომპიუტერი ვერასდროს ვერ შეგისვლის იმას, იმ განცდებს. იგივე როცა კითხულობ, გონია რომ შენ გარშემო ხდება ეს საინტერესო ისტორიები, წაიკითხავ ჟიულ ვერნს და ხვდები რაღაც საოცარ სამყაროში თავგადასავლებ, მაგრამ როდესაც კომპიუტერსაც იხარ და მე ვთქვათ, მაქსიმუმ 2 საათი ზიხარ, მაგრამ რას აკეთებ, ხო? თვალს უხარია, თვალს ახარებ, მაგრამ ამით შემდეგ უკვე გადიხარ ქუჩაში და ყველაფერი გავიწყდება. მაგრამ კომპიუტერზე დამოკიდებული ადამიანები თავს იმით იმართლებენ, რომ კომპიუტერში შეიძლება იმ ინფორმაციის მოძიება, რაც უკვე წიგნში არის. აი ამაზე რას ფიქრობთ? და უფრო სწრაფად ვიდრე წიგნი. წიგნში უნდა ეძებო, მაგრამ მე მგონი ეს ჩვენც ასე ვართ. ყოველდღე არის საგნები, რომელშიც გვევალება, რომ მოვიძიოთ ინფორმაცია. წიგნში უნდა წაიკითხო რაღაც ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს დროის ფაქტორიცაა. ანუ მარტო იმას ნოვიტყვით, რომ კომპიუტერი ცუდი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ დავკარგეთ კომპიუტერის მოხმარების სწორი ფორმა. სწორად არ ვიყენებთ. ძალიან კარგია, რისთვის არის კომპიუტერი შექმნილი. Facebook-ი. შეიძლება დაუკავშირდეთ ქვეყნიდან მეორეს, მეგობრებს და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს დრო და განსაზღვრა. როდესაც კომპიუტერთან ზის ადამიანი დროს ვერ საზღვრავს. იკარგება დროში. კი. დრო ანუ პირადად მეც და მე მგონი თქვენ და მე თან ხვდებით. კი, ყველა ადამიანი ისე არის, ნამდვილად ვერაც ნაბიერებენ. დამჭდა ვარ მაგალითად 3 საათს და 8 ამდგარ ვარ 5-6 საათზე გამკრებեմ. რა ის ძალიან იშვიათად ხდება, იმიტომ რომ კომპიუტერს არანაირად არ უთმობ დიდ დროს, დიდება და მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის. დიახ. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც შენ როგორც ახსენე, რომლებიც მთელი დღეები გადამულათ 24 საათი ზიან კომპიუტერთან, ავიწყდებათ ყველაფერი, ავიწყდებათ ოჯახი, თავიანთი ვალდებულებები. ეს არ ეხება მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს, ხომ? ეს არის ჩვენ სასახლეში ძალიან ხშირი. და ასევე ძალიან ხშირია, როცა 3-4 წლის ბავშვი ზის კომპიუტერთან და მან ყველაფერი იცის ისე, როგორც პროფესიონალურმა პროგრამისტმა. ნამდვილად. ძალიან უყვართ ხოლმე მაღალი თაობის ადამიანებს, როგორ თვითონ არ იციან კომპიუტერის გამოყენება და პატარა ბავშვები ძალიან სწრაფად ითვისებენ ახალ მექანიზმებს, რაც დამკვიდრდა. კი, და ეს ძალიან მოქმედებს მათ ფსიქიკაზე და ნერვულ სისტემაზე. და თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
მოდი ცოტა თემას გადავუხო. არიან ადამიანები, ნუ პირადად მე ვიცნობ, რომლებიც კომპიუტერთან საერთოდ მოზარდები არიან, განათლებულები და კომპიუტერს მოიხმარებენ ძალიან ნაკლებად, მაგრამ მოზარდებისგან მოდის ძალიან ცუდი დაცინვა. შეიძლება მოხდეს ისე წრეში, რომ დაგჭირდეს კომპიუტერის გამოყენება, რაღაც არის და ვერ გამოიყენო. ან კითხვა დაგჭირდეს. ფეხი უნდა აუწყოთ, თქონდა თანამედროვეობას, მაგრამ გარკვეული ზომით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ესეც ჩვენი პრობლემაა, მოზარდები. ძალიან რთული თემაა, რომელსაც პირადად ჩვენ სამი ადამიანი ამას ვერ მოვაგვარებთ და არ შეგვიძლიათ, რომ ზუსტად ავხსნათ, რა ვიცი, მე პირადად ასე ვფიქრობ. ჩვენც გეკითხავთ. დიახ, აბსოლუტურად არ ვიცი, ისევ მივდივარ ეკლესიის გზისკენ. კომპიუტერი და ყველაფერი თუ ვივლით ეკლესიაში, აი დრო არ დაგვრჩება უბრალოდ ფიზიკურად იმისა, არ გთხოვენ არავინ, რომ ყოველდღე იარე ეკლესიაში, იარე წირვაზე, იარე ლოცვაზე. ეს აუცილებელია. ამიტომ არის ჩვენში მოზარდებში ჭარბობს მაპატეთ ამპარტავნება, არავითარი სიმდაბლე არ არის, ასევე აგრესია. დიახ, ეს ზოგადია და არა პირადად ვიღაცის განკითხვა, რა თქმა უნდა, განკითხვაც არის ჩვენ ბავშვებში და მარტო ბავშვებში არა, ეს არის მოზარდებში და ცოდვა ყველა ადამიანშია, ცოდვით დაცემული ბუნება ადამიანს ადამიანისგან ერგო, მაგრამ ჩვენ მოგვიხსენება, რომ უფალს იმდენად არ მწარდება უფალი იმით ჩვენ ცოდვებზე, ვიდრე იმით, რომ ჩვენ არ გვადარდებს იმის მონანება და არაფერს არ ვცდილობთ. უფალი ამბობს, რომ ერთი ნაბიჯი გადმოდგე ჩემსკენ და გადმოვდგა ვათა შენსკენ. ნუ ადამიანები, ბავშვები ახლა ძნელია, რა ვიცი, ზოგადად ვამბობ, ჩემთვის არ არის ძნელი და იმედია სიამპარტავნეში არავინ არ ჩემმართმოს. არ არის ძნელი ჩემთვის დაიცვა 40 დღიანი მარხვა, 7 კვირიანი და 6 კვირიანი, მაგრამ მამაები ძალიან ხშირად მოზარდებს გვეუბნებიან. არ გინდათ კურთხევა, ეს უფრო ცოტა კურთხევა დარჩავთვლით. ან მე ვამბობ, რომ 4 შაბათი და პარასკევი, როც მიღებულია, დიდ მარხვაშიც კი მამაები იძლევენ ამის კურთხევას, რომ მოზარდმა მაგას ვიტყოდი, არავითარი ბოდიში. დიახ, მეც მაგის თქმას ვაპირებდი, გვეთყობა რომ ერთად დავდივართ ქადაგებებზე. ერთად გვაქვს ამას მოსმენილი და ალბათ იმიტომ. ვითხრა მამაო, რომ არა უშავს, არ ისქნათ თან მაშინ 40 დღიანი მარხვა იყო, როგორც მახსოვს მამაოს სახელის და თქმას აზრი არა აქვს, უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ყველა მამაო ამას ქადაგებს. კი, ყველა არა, რატო? ძალიან ბევრი. ხო, 4 შაბათი, პარასკევი მაინც მოზარდებმა, მაგრამ რატომ მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა დაიცვას ადამიანმა. მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ ხდება. კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაცნობიერებელი და კიდევ რაც ცოტა რთულია. ადამიანი, როდესაც ეკლესიაში შევა, ნუ დაუშვათ ასეთ მაგალითს მოვიყვან, არ დადის ერთი ადამიანი, დადის მაგალითად გარკვეული, თქვათ 100-დან 99 დადის. როდესაც ის ერთი მივა, რომელიც არ დადის ეკლესიაში, უფალს იმის მისვლა უფრო გაუხარდება, ვიდრე იმ 99-ის. ეს ერთ-ერთი გავშია უბრალოდ სხვანაირი კიდევ ის რომ მაგალითად როდესაც ერთ-ერთ ქალს ჰქონდა 10 ლარი იქ ცოტა თუ ასეთი ის ეწერა აღარ მახსოვს მაპატიეთ და დაკარგავს ერთს და მე შემდეგ იმ ერთის პოვნა უფრო გაუხარდება ვიდრე მის რომ ჯიბეში 9 კი ну ასეთი ვითარებების გამო ჩვენ ну ძალიან ბევრი ესეთი ვითარებები ზოგი დადის მაგალითად შაბათს ცეკვა აქვს კვირას მაგალითად რაღაც პრობლემების გამო ყველა ვერ ესწრება ვერ ასწრებს მაგრამ მოუსწრებელი არაფერი არ არის მაგალითად არიან ადამიანები რომლებიც გამიგია მე პირადად რომ მივლენ ეკლესიაში და ну უთქვია რომ ტყუილად ვილოცე ტყუილად ვიყავი მაინც ეს ისე არ დავკარგე ხო, დრო დავკარგე, ძალიან ბევრი შემთხვევაა. კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს ეკლესიაში. მრევლს პრობლემა აქვს ადგილზე დგომა, რაღაცა ზოგს პრეტენზია აქვს წინდა დგომაზე და მაგრამ ეს ჩემი ადგილია, ძალიან ხშირი ეს რეპლიკები ეკლესიაში. კი, მეც რა თქმა უნდა. მარტო აქედან ვისმენ კარგად და ასე შემდეგ, ძალიან ხშირად. ხო, გასაგებია. ერთს ჩემ ნაკლსაც აღნიშნავ, რომ არ შემიძლია მოусმინოს სხვა ტაძარში ისე წირვას ან ლოცვას, როგორც უსმენ სამების საკათედრო ტაძარში. ეს ყველა ადამიანი ესე, ყველა თავის ტაძარს არის მიჩვეული. ну მეც ვაღიარებ წინ მიყვარს დადგომა მაგრამ როდესაც იწყება წირვა 9 საათზე მე და კიდევ ჩემი ახლობელი ადამიანები მივდივართ 8-ზე ну მივედი ისე დროს რომ იქ იდგა სხვა ანუ ჩემზე ადრე მივიდა რა თქმა უნდა არ ვეტყვი რომ
ეს ჩემი ადგილია და უნდა გადახვიდე, მაგრამ მივდივარ წინ ვდგავარ, მაგრამ შეიძლება ვიღაც მოვიდეს უცბად ისე დადგეს რომ პრეტენზია და ძალიან ხშირად აი ესეთი გამოცდები მოგდის ხოლმე პირადად მე ჩემი გამოცდილებიდან ვმოψხოს ნაკლებად რომ ეზიარები და ძალიან ბევრი წინ ბრძოლა გხდება წინ. ან როდესაც ადამიანი ეკლესიაში რიქს არიცავენ უწესრიგოდ მიდის ეს ზიარების ხალხი ყოველი მაზიარებლები ყოველი ადამიანის მისვლა იქ რამდენ ადამიანსაც გაატარებ მით უფრო მეტ მადლს მიიღებ. კიდევ ვიყო ესეთი რამ ანუ ზიარება არის ქრისტეს სისხლი და ხორცი. ეს ძალიან დიდი რამაა, როდესაც უღირსი ადამიანები ვიღებთ ზიარებას და ანუ არის ის რომ ქრისტეს სისხლს და ხორცს უნდა მივიახლოთ შიშით. როდესაც ვკითხულობთ ჩვენ ზიარების ლოცვებს, იქ წერია: შიშითა შინა მიიახლე კაცო, რათა არა დაიწვა. ანუ ზუსტი სიტყვებით არ მახსოვს, მაგრამ ეს არის თივა და ადამიანის შემწველი. გასაგებია იცის უფალმა, ჩვენ ვხედავთ ჩვენ თავებში რომ ვეზიარებით უღირსად, მაგრამ აუცილებლად უნდა მივიახლოთ შიში და ეს შიში არ უნდა იყოს ზედაპირული. შენ ამ შიშს უნდა გრძნობდე, უნდა გქონდეს გაცნობიერებული ის რომ მიდიხარ ის არის დამწველი და შემდეგ ანუ როდესაც დადგება საშინელი სამსჯავროს დღე ძალიან ანუ იცით ალბათ უკვე რა მიდიხარ. ამიტომ ეს უნდა გავაცნობიეროთ რომ აქ ყველაფერი ამ ქვეყანაზე არის წარმავალი და ამაო. ჩვენ გველის საშინელი სამსჯავრო ეს არის გარდაუვალი და ყველა ადამიანი ღმერთმა ქნას რომ გვაცხოვნოს უფალმა. ყველას სამოს გისურვებთ, მაგრამ ჩემი სურვილი არაფერი არ არის. ღმერთს იმას ვთხოვთ, რომ ღმერთო, შენგან მარცხნივ დააყენი 1000-ეულნი და მარჯვენით ბევრნეულნი. ასევე არის უწმინდესის დაწერილი ლოცვა: შემიწყალე მე უფალო ჟამსამეორედ მოსვლასა და დამაყენე მე მარჯვენით მართალთა შენთა თანა. უფალი არ გთხოვს, რომ წავიკითხოთ 1 საათიანი და 2 საათიანი ლოცვები. მხოლოდ და მხოლოდ 1 წუთი რო ილოცო გულით შეიძლება არა უფალი იმას მიიღებს. შეიძლება ვილოცოთ 1 საათი და გულის ყურეთ ლოცვას ფიქრების ხვაბანი იყოს და ხო მოდი ამაშიც მე მგონი საკამათო თემა არ არის რომ ადამიანები ყველას ვინც კი ლოცლობს უცბად გვეფანტება გონება. ამის ლოცვაც არის ადამიანი რომელიც გონება გაფანტვით იტანჯება და ასე შემდეგ. კიდევ ერთი ადამიანი როდესაც იღებს ეკლესიაში სიაროს მას ძალიან ბევრი პრობლემები ხვდება. პირველ რიგში ეშმაკის შთაგონებები, რომელიც არ უნდა დავიჯეროთ და არის ცოდვა. ხან მეც მგონია ხომ ეშმაკი რო რაღაცა შთაგაგონებს, ეს ყველა ადამიანშია. ახლა შეჯამება რომ გავაკეთოთ, პირველ რიგში რა თქმა უნდა, სულიერი საზრდოს მიღების წყარო არის ეკლესია და წიგნი. ეს წიგნი არ უნდა იყოს ანუ დღესდღეობით არის უამრავი წაბილწული წიგნი, მე ასე ვიტყოდი, რომლებიც იმის მაგივრად რომ სულიერი საზრდო მოგცენ ჩვენ, პირიქით გვაშორებენ უფალს და გვაშორებენ იმ ცხოვრებისეულ სიბრძნეს, რაც უნდა მივიღოთ ჩვენ. ამიტომ ჩემი აზრით, ალბათ ამეთანხმებით, რომ ამასზე უნდა იზრუნოს იმ ადამიანებმა, რომელსაც აბარია ჩვენი ქვეყანა, კერძოდ კი იმ მწერლებმა, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის იმედი და მათ უნდა დაწერონ ისეთი წიგნები და მოგვაწოდოს ჩვენ ახალგაზრდებს განსაკუთრებით, რომ შემდგომში უკვე ჩვენ დავტოვოთ ამ წიგნების წაკითხვის შემდეგ დავტოვოთ ის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ გაიმეოროს იგივე გზა, რაც ჩვენ გავიარეთ. მართალი ხარ, გეთანხმები სრულიად. ეს სულიერი საზრდო უნდა გაყვეთ თანამოუღებას. ახსარებაში, ანუ ლოცვების ბოლოს ჩამოწერილია ახსარება ცოდვები, იმისი საშუალებით ვწერთ ხოლმე ახსარებას. იქ აუცილებელი წერია, როდესაც მშობელი აზრდის, მშობელზეა დამოკიდებული ბავშვი როგორ სულიერ საზრდოს მიიღებს. მე ახლა ყველას გისურვებთ დიდი სიყვარული ყველა ადამიანთან, რაც უნდა გვაკავშირებდეს და ანუ სამ რამეს ვიტყვი. არის სიყვარული, სიკეთე და თავმდაბლობა. სიყვარული გაგვიღებს 64-ის კარს, უпростоრად სიკეთე გაგვიღებს 64-ის კარს. სიყვარული შეგვიყვანს და თავმდაბლობა გვანახებს უფალს. დიახ. სამწუხაროდ ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. დიდი მადლობა მობრძანებისათვის და მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. ნახვამდის.